30 ივნისია ორშაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ მე ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამომშვიდობისა. თუ ოპოზიცია შეთანხმდება და იტყვიან რომ არ მივდივართ არჩევნებზე შეწყვეტ შიმშილობას. ხოშტარიას შიმშილობა გახარიას გუნდისთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვის გაუგებარია. ხოშტარია მათგან მოითხოვს რომ არჩევნებზე უარი თქვან. მე არ ვფიქრობ რომ ელენე ხოშტარია იმიტომ შიმშილობს რომ ჩვენზე რაღაცნაირად ზეწოლა ან გავლენა მოახდინოს. ეს არის მისი გაწყვეტილება, მისი პროტესტის ფორმა, რომელსაც პატივს ვცემ. ნაცვლად იმისა რომ გეგმებს ვათანხმებდეთ, შიმშილობა გვჭირდება იმისთვის რომ ერთიან სტრატეგიაზე შევთანხმდეთ და ეს არის სირცხვილი, ეს სწრაფად უნდა დასრულდეს. სოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას. ეს რამე ჯერ მეგონი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, ესეც მეტყოლებს თავისთავად იმ უმძიმეს გამარჯვებაზე, რომელიც არის დღეს რადიკალურ ოპოზიციაში. უნდა მოგილოცოთ ის რომ 7 თვე შეუსრულდა უწყვეტ პროტესტს. ექს-პრეზიდენტი ზურაბიშვილი 7 თვიან პროტესტს მოსახლეობას ულოცავს. ოპოზიციის ნაწილისთვის ზურაბიშვილის მილოცვა აბსოლუტურად გაუგებარია. მე იმედი მაქვს რომ 7 თვის შემდეგ პრეზიდენტი კიდევ არ მოგილოცავს რომ აქ მდგავა. ზვიად კუპრავა კი რომელიც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს ზურაბიშვილის კურორტზე გაშვებას მოითხოვს. ქალბატონო სალომე ზურაბიშვილო, სადმე 7 კურორტზე რომ დაისვენოთ და მიუშვათ ხალხი, არ გინდათ? დამხობა და რევოლუცია მოწოდებები გუშინდელი საპროტესტო აქციიდან. ქართული ოცნება აუცილებლად დაემხობა. დღეს თავისუფალ სივრცეში ოპოზიციიდან დავით ნებიერიძე, ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი, გადაცემის დასკვნით ნაწილში ხელისუფლებიდან გენო პეტრიაშვილი. ხვდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. და დავით ნებიერიძე არის ხაზზე კოალიცია ცვლილებებიდან. საღამომშვიდობისა ბატონ დავით, მადლობა პირველ რიგში ჩართვისთვის. ბატონ დავით, მშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. ბატონ დავით, ელენე ხოშტარია შიმშილობს, ელენე ხოშტარია შიმშილობს ჟურნალისტის კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია შეწყვეტს და უარს იტყვის აი ამ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზე, არჩევნებში მთლიანად მონაწილეობაზე, მაშინ ხოშტარია ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას. რა მაიძულა ქალბატონი ხოშტარია, რომ ასეთი ფორმა გამოეხატა, რატომ ვერ აღმოჩნდა ოპოზიციაში საერთო ენა იმ საკითხზე, რომ მთლიან ოპოზიციას ეთქვა უარი არჩევნებში ჩართვაზე. როგორი რაღაცაა ჩემობა ხო იცით? ჯერ ეგერთი აზრთა სხვადასხვაობა ეს დემოკრატიის დამახასიათებელი ნიშანია, რაც ოპოზიციაზე ვრცელდება და ეს ნორმალურია. მთავარია ოპოზიციამ შეძლოს შეაჯეროს თავისი იდეები და ერთ საერთო იდეის გარშემო შეიკრას და გაერთიანდეს, მაგრამ თუ რომელიმე მთავარი ოპოზიციური პარტია თქვათ არ აღმოჩნდება ამ გაერთიანების ფარგლებში და მის მიღმა რაღაცას თავის გზას გააგრძელებს და თუნდაც თქვათ მიიღებს მონაწილეობას იმ ცირკში, რასაც ადგილობრივ არჩევნებს არქმევს ბიძინა ივანიშვილი, ეს მისი არჩევანი იქნება და ასეთ პარტიას ინდივიდუალურად მოუწევს პასუხისმგებლობის ტვირთის ზიდვა იმ ჩემის აზრით იმ შეცდომისთვის, რა შეცდომასაც ეს პარტია დაუშვებს და ელენე ხოშტარიას შიმშილობა ეს იმდენად ოპოზიციის მიმართ არ არის. ელენე ხოშტარია ამ აქტით ჩემი აზრით ახდენს იმ პოზიციის წარმოჩინებას, რომ ამ ტოტალიტარულ რეჟიმთან რადიკალური ბრძოლის მეთოდების გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში მთლიანად მოკლა პოლიტიკური პროცესი, მთლიანად გაასუფთავა ველი პოლიტიკისთვის და ჩვენ მივიღეთ ტოტალიტარული რეჟიმი და თუ ვინმეს გონია რომ ტოტალიტარული რეჟიმი იმიტომ არ არის, რომ არ გაყავთ ხალხი ღამე სახლიდან და კედელთან არ ხრიტავენ
ძალიან ცდებით, იმიტომ რომ 21 საუკუნეა და პუტინის რეჟიმის დარად ტოტალიტარულმა რეჟიმებმა უფრო ნატიფი ფორმები მიიღო. თუმცა ბატონო დავით, ხოშტარია ამბობს, რომ ოპოზიცია თუ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ის შეწყვეტს შიმშილობას. ანუ ფაქტი არის, რომ ოპოზიციაში საერთო ენა ვერ მოინახა და როგორ აყალიბებდა ეს ოპოზიცია კოალიციურ ხელისუფლებას. თუ ამ საკითხში ვერ თანხმდებით, სხვა საკითხში როგორ თანხმდებოდით? ჩემო ვახო, მომისმინეთ ის მოცემულობა, რა მოცემულობაც ეხლა შექმნილია, ვერ შეადარებ იმას გამარჯვებული კოალიციის შიგნით მიმდინარე პროცესებს. იქ სხვა გარემოა, სხვა პრინციპებია, სხვა მიზნებია უკვე გამიგეთ და აქ ჩვენ გვიწევს სამკვდრო სასიცოცხლო გამარჯვებული კოალიცია რას ნიშნავს? რეჟიმთან, რომელიც გამარჯვებული კოალიცია ნიშნავს დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ გაერთიანებას. მე მგონი ელემენტარულია, ხო? და აი ეს კოალიცია თუ გაიმარჯვებდით, როგორ ყალიბდებოდით მერე? აი ამ საკითხში ვერ თანხმდებით, რომ ხალხს ეძახდით, რომ ქუჩაში გამოდითო და ახლა ორი პარტია არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ორი კატეგორიულ უარზე არის, ამ საკითხში ვერ ათანხმდეთ, მინიმალური შეთანხმებაც არ არის. როდესაც ხაზარაძე ციხეში მიდიოდა, მისი სიტყვები იყო, რომ იქ უნდა დავარწმუნოს სხვა პარტიის ლიდერები, რომ არჩევნებია ერთადერთი გზაო. ხო, მისი არჩევანია თუ თავისუფლებაზე ყოფნის დროს ვერ დაარწმუნა, იქნებ ეხლა ციხეში ჯდომის დროს დაარწმუნოს. ცოტა გასაკვირი არის ეს ჩემთვის, რომ ციხე მოლაპარაკებებისთვის მას უკეთესი სივრცეთ მიაჩნია. არ ვიცი ეხლა, მაგრამ მისი არჩევანია, ის ხომ პოლიტიკოსია, ის უნდა აცნობიერებდეს, რომ არა მარტო არჩევანშია დამოუკიდებელი, არამედ პასუხისმგებლობითაც დამოუკიდებლად მოუწევს მისი გადაწყვეტილებების გამო ტვირთის ზიდვა გამიგეთ. ეხლა თუ მე მამუკა ხაზარაძის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მე ჩემი მკაფიო პოზიცია მაქვს, მამუკა ხაზარაძეს ცოტა განსხვავებული პოზიცია, მაგრამ თუ რადიკალურად განსხვავებული ჩემო ვახო, რომ შემოდგომა არა, რადიკალურად განსხვავებული ცოტა სხვანაირი ტერმინია გამიგეთ, იმიტომ რომ ჩვენ შორის არის რესურსი იმისა, რომ დავაახლოვოთ ჩვენი პოზიციები, რისიც ყველაზე ძალიან ეშინია ბიძინა ივანიშვილი. თუ ვერ დაახლოვდა ეს თქვენი აზრები, თუ ვერ დაახლოვდა თქვენი აზრები, გამოვა რომ თქვენთვის იგივე იქნება, რაც ქართული ოცნება, მამუკა ხაზარაძეც და ბატონი გახარიას პარტიაც, თუ ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, ანუ დაუპირისპირდებით მოგკითხეთ. აი, როგორ შეიძლება რომ მამუკა ხაზარაძე და მისი პოლიტიკური გაერთიანება იგივე იყოს, რაც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას საქართველოს მოახვი. ეს იქნება მათი ფატალური შეცდომა, თორე ეხლა როგორ შეიძლება მამუკა ხაზარაძე, ლელო და ის გაერთიანება ჩვენ შევადაროთ და თანხმობის ნიშანი დავსვათ. ანუ ითანამშრომლებთ მათთან სხვა შემთხვევაშიც, ანუ თუ მიიღებენ მონაწილეობას, თქვენ კვლავ გააგრძელებთ მათთან თანამშრომლობას? ჩემო ვახო, ისინი თუ მიიღებენ მონაწილეობას, ჩემი ძალიან მკაფიო აზრია, შემდგარი აზრია, რომ როგორც პოლიტიკური ძალა, ისინი ფაქტიურად გაკოტრდებიან და მე სხვა რაღაც კითხეთ, შეხედეთ ითანამშრომლებთ თუ არა? ითანამშრომლებთ თუ არა ითანამშრომლებთ იმ შემთხვევაში თუ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას? მომისმინეთ ჩემო კარგო, მე აი პრინციპულ პოზიციას გეუბნებით, რომ ჩემი აზრით ამ სპექტაკლში და ფარსში მონაწილეობის შედეგად ამ პოლიტიკურ გაერთიანებას შეიძლება იმდენად ეგზისტენციალური პრობლემები შეექმნას, რომ როგორც პოლიტიკური ძალაც კი გაქრენ ასპარეზიდან, იმიტომ რომ უკეთეს შემთხვევაში, ხო, ბიძინას მათთვის შეიძლება გამზადებული კონდეს აი იგივე ფუნქცია, რაც ეს რა პრობლემები ექნებათ ლელო მიდარდოს სუვერენული ერთი წუთი დავამთავრებ. ლელო მიდარდოს, მე მინდა რომ ჩემ შეკითხვაზე მივიღო პასუხი. იმ შემთხვევაში თუ ლელო საქართველოსთვის მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, გააგრძელებთ თანამშრომლობას თუ არა?
რა კონტექსტში გავაგრძელებ, რომ ისინი თუ მიიღებენ მონაწილეობას და თქვათ რაღაც მიზერულ ადგილებს მოიპოვებენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, ჩვენც მათთან ერთად დავიწყებთ თანამშრომლობას, რომ მოდი აქ პარკი გავხსნათ თუ მოდი აქ შადრევანი ჩავდგათ. თუ რას გულისხმობთ ვერ გავიგე მაგრამ კონკრეტულად ეგრე არ შეიძლება ერთად ხო ორგანიზებთ ხოლმე საპროტესტო აქციებს თუნდაც ერთად ხო მოუწოდებდით სხვადასხვა პარტიები რომ სააკაშვილი გადავარჩინოთ კვდებაო და ხალხს თხოვდით ქუჩაში გამოსვლას ესეთ საკითხებში მათთან ითანამშრომლებთ თუ არ ითანამშრომლებთ უყურეთ ჩემო კარგო აი როდესაც მტერი შემოესევა ქვეყანას ხო მე რომ სანგარში ვზივარ და მტერს რომ ვესვრი, ჩემთვის სულ ერთია ჩემ გვერდზე სანგარში მყოფი ადამიანი, რომელ პარტიას ეკუთვნის და მანამდე რა აქვს გაკეთებული, ისიც თუ ქვეყნის მტერს ესვრის, გამიგეთ, მაგრამ ეს არის ზოგადი, აი ყოველგვარ კონკრეტიკას მოკლებული მე და ის თანამებრძოლები ვართ, როდესაც ქვეყნის მტერს ეს იქნება ღალატიო. რა ხარისხით გავაგრძელებ? რა ხარისხით ვახო, დამამთავრებინე გეხვეწები რა. ერთი წინადადება მაინც რომ დავამთავრებ. რა ხარისხით იქნება ეს თანამშრომლობა ამას მე წინასწარ ვერ გეტყვით, იქნება თუ არა იმასაც ვერ გეტყვით წინასწარ. ეს დრო დაგვანახებს, გამიგეთ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ სპექტაკლში, ამ რუსულ თამაშში ჩაყოლა დიდი ალბათობით ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას პოლიტიკურ ბანკროტად აქცევს და პოლიტიკური ბანკროტი პოლიტიკურ ველზე აღარ არსებობს ის რომ კოტრდება ქრება და რომელ თანამშრომლობაზე მეუბნე თუ შენარჩუნებიან თუ ღირსეულად დარჩებიან ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე ენაცვალოთ ჩვენი თავი კაცო რა თქმა უნდა საერთო მტერი ყავს რუსი მთავრობა კაცი ჭამია სისხლიანი მთავრობა საერთო მტერია ქართველი ხალხისთვის და ყველასთან ერთად ვიბრძოლებთ, რა თქმა უნდა. ელენე ხოშტარიას ეს ფორმა, რა ფორმითაც ის გამოხატავს თავის პროტესტს, ხომ არ აპირებთ, რომ შეუერთდეთ ქალბატონ ხოშტარიას, თქვენც ხომ არ აპირებთ თქვენს პარტიაში, რომ შიმშილობა გამოაცხადოთ და დასკდეთ რუსთაველის გამზირზე? ეს ძალიან დინამიური პროცესია, ვახო, ეხლა შევხედოთ რა, ეხლა მე შემიძლია ჩემი კონკრეტული პოზიცია გითხრათ, მაგრამ ეს ხო არ არის პარტიული გადაწყვეტილება, მოდი ვიშიმშილოთ. ეს არის მე ისედაც არ ვაკლებ ამ ბრძოლას არაფერს, სადაც საჭიროა, როცა საჭიროა, რანაირადაც საჭიროა. მე მაგალითად ეხლა არც ელენეს არ უწყობს ჯანმრთელობამ ხელს, რომ იშიმშილოს, მაგრამ ის ჩემზე თავგადადებული ადამიანია. მეც არ მიწყობს ჯანმრთელობა ძალიან ცუდი კვალი დატოვა აი ამ რამოდენიმე ბოლო წლებმა ჩემ ჯანმრთელობაზე და შეუერთდებოდით ანუ ისეთი სიამოვნებით შეუერთდებოდი რა თქმა უნდა მაგრამ ეს ხომ ის არ არის რა ქვია ფეხბურთის ბილეთი იყიდი ადამიანმა და წახვედია რა ეს პოლიტიკა, ეს პოლიტიკური აქტია და მეტი ხო გასაგებია. სალომე ზურაბიშვილმა გუშინ მიულოცა საქართველოს მოსახლეობას, რომ აი 700 დღეა ქუჩა უწყვეტი პროტესტი არისო. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს მისალოცია თუ რეალურად სხვა რაღაცები უნდა ეთქვა ყოფილ პრეზიდენტს რუსთაველის გამზირზე? ჩემო ვახო, სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა ქართველ ხალხს უტეხი ნების გამოხატვა, აი სოფლიოს პრეცედენტი არ არსებობს, რომ ერი ესოდენ დიდი ხნის მანძილზე ესოდენ გაუტეხელად იბრძოდეს ქუჩაში ტირანიის წინააღმდეგ. აი მართლა რა ეხლა უპრეცედენტო ფაქტია. აბა ნაციონალურ მოძრაობას რა უნდა რატომ ერჩია და ხალხის ნაციონალურ მოძრაობას ალბათ ჩვენს, ალბათ ნებისმიერ სხვა მოქალაქეს თავისი შეხედულება აქვს. ზოგისთვის ნაკლებად მკაცრი იყო სალომეს განცხადებები, ზოგისთვის ძალიან რბილი იყო. ესეც პოლიტიკური პროცესია, მაგრამ პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვახო არის სიცხადე, სიმართლეში სიცხადე, გამიგეთ? რა სიცხადე შეიტანა ქალბატონმა ზურაბიშვილმა? ვამბობ,
არასაკმარისი სიცხადე, აი თუნდაც მეც ვიტყვი, რომ აი როდესაც ლიდერი მოუწოდებს ერთობისაკენ, ხო? ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორი და ლიდერია, ანუს ზურაბიშვილი, ლიდერია. ბუნებრივია ეხლა რომ ლიდერია ლიდერთა შორის, ხო? ეხლა ის ხო არ არის მაუძედუნი ხო არ არის რომ მისი თეზისები კედელზე ჩამოუკიდოთ, არა? ერთ-ერთი ლიდერია. ანუ თქვენი ყველას ლიდერია. ლიდერებს შორის. ჩვენი ყველას ლიდერი ვახო როგორ არის, კაცო? ლიდერთა შორისო და ლიდერთა შორისო და როგორ გავიგოთ აბა, ხო? ხო, აი, როგორი ლიდერიც არის, თქვათ, ნიკა მელია, გვარამია, მიხეილ სააკაშვილი, ხაზარაძე და ერთ კონტექსტში, ერთ კონტექსტია. ერთ-ერთი ლიდერი. გასაგებია. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მაგალითად იგივე ზვიად კუპრავამ თქვა, რომ იმდენად შეწუხებული იყო მისი გუშინელი განცხადებებით, რომ სადმე კურორტზე ხო არ გაუშვათ დასასვენებლათო, რომ თვითონაც დაისვენოს და ჩვენცო და ანუ თქვენ ამას იზიარებთ თუ არ იზიარებთ? არა, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ, იმიტომ რომ შეიძლება მოგწონდეს, შეიძლება არ მოგწონდეს, უკმაყოფილების განცდა რჩებოდეს, მაგრამ ჩვენ აი ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში უნდა ვეძებდეთ გაერთიანების და ერთად დგომის გზებს. ეხლა არ არის ერთმანეთის გაშარჟების, ერთმანეთზე თავდასხმის და ასე შემდეგ ამისი დრო. საქართველო იღუპება, გამიგეთ? იღუპება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სისხლიან რეჟიმს პირდაპირ რუსეთისკენ მიაქა ტოტალიტარიზმის სიტყვა კიდე თუ გახდებოდა აქტუალური ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი თუნდაც მაშინ როდესაც 9 აპრილი მოხდა, როდესაც ეროვნული მოძრაობა იყო, როდესაც დამოუკიდებლო მე ვეღარ წარმოვიდგენდი რომ 26 მაისს წარმოიდგინეთ 2010 წლის როდესაც საქართველოში ტოტალიტარული სისხლიანი რეჟიმი გამტკიცდებოდა. გასაგებია, ბატონო დავით, თქვენ მოგწონთ, არ მოგწონთ, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი არჩევნები არ ჩატარდება. რა გზა გრჩებათ მაშინ გუშინისმოდა რევოლუცია, დამხობა, თქვენ ამას იზიარებთ თუ არ იზიარებთ? რევოლუციას და დამხობას. ჩემო ვახო, მე გავიზიარებ თუ არ გავიზიარებ, ამითი ქრესტომატიული ჭეშმარიტებები არ შეიცვლება. როდესაც ტირანი ყველა გზას ქოლავს იმისთვის, რომ საარჩევნო გზით შეიცვალოს ხელისუფლება, საყოველთაო სახალხო აჯანყება გარდაუვალი ხდება. ანუ თავად ტირანს მიყავს ყველაფერი აჯანყებისკენ. აი როგორ გესახებათ ეს აჯანყება? მოხდება თუ აი პრაქტიკაში როგორ გესახებათ ეს აჯანყება და რევოლუცია? აი თან ამბობთ ხოლმე რომ მშვიდობიანი რევოლუციაო და აი იქნებ ითხრათ აი მშვიდობიანი რევოლუცია როგორ ხდება? ჩემო ვახო, ეს აი ამ ტირანიული რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ მლიქვნელ მხარდამჭერებს გონიათ, რომ რევოლუცია აი საბჭოთა მენტალობიდან გამომდინარე, რევოლუცია ეს არის დიდი ოქტომბრის რევოლუციის მაგვარი სისხლიანი მონსტრი, რომელიც სიხში ჩაახშობს ყველას და ყველაფერს. მშვიდობიანზე მითხარით, მშვიდობიანზე. 21 საუკუნეში. აი მშვიდობიანი რევოლუცია როგორ წარმოგიდგენიათ? თუნდაც ავიღოთ ფერადი, ავიღოთ ფერადი რევოლუციების ტალღა, რომელმაც მთელ აღმოსავლეთ ევროპას გადაუარა 2000-იანი წლების დასაწყისში, რა. მსხვერპლი არ იყო? მსხვერპლი არ იყო? რა თქმა უნდა არ იყო. უკრაინაში არ იყო მსხვერპლი? ჩემო კარგო, უკრაინაში მსხვერპლი იყო იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის ნაირმა ჯალათმა გასცა ბრძანება საკუთარი მოქალაქეების დახოცვაზე. ანუ თუ პოლიცია წინააღმდეგობას გაგიწევს, თქვენ ამას მე რა მოყვება? ჩემო ვახო, საქმეც მაგაშია, რომ საყოველთაო სახალხო აჯანყება თავისით ან ვიღაცის მითითებით არ ხდება, ის მწიფდება გარემოებებიდან გამომდინარე და უყურეთ ჩემო კარგო, ეხლა შეიძლება დიდ საიდუმლოს არ გაგიმხელთ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკის მეცნიერებიდან გეუბნებით. უყურეთ, აი ეხლა ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დასავლურმა სანქციებმა მთლიანად მოგუდოს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ფინანსური რესურსები, იმიტომ რომ
ივანიშვილის ტირანიული რეჟიმი დგას ძალოვანი სტრუქტურების შუა რგოლის პროფესიონალებზე, რომელიც უბრალოდ ნაყიდი ყავს ბიძინა ივანიშვილს და მათ აინტერესებთ მხოლოდ ფული, რომელსაც ივანიშვილი ანუ თქვენ რა გინდათ რომ პოლიცია გაგიხსნათ გზა გაგიხსნათ პოლიციამ ეს გინდათ? ერთი წუთი დავამთავრებ ერთი წამით, როდესაც რეჟიმს ეს ფინანსური რესურსები ამოეწურება, ის ადამიანები, რომლებიც ფულის გამო ემსახურებოდნენ რეჟიმს და ეს რეჟიმი იდგა ამ ადამიანებზე, ამ რეჟიმის გამო თითსაც არ გაანძრევენ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს არანაირი ფასეულობა არ გააჩნიათ ფულის გარდა და შესაბამისად რეჟიმი ძალოვანი სტრუქტურებს ვეღარ გამოიყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და იძულებული გახდება გაიქცეს. ანუ გაქცევას ელოდებით თქვენ. მარტო ივანიშვილის კი გაიქცევა, აუცილებლად გაიქცევა და ძალიან მალე, როდესაც მას ეს ძალოვანი ვერტიკალი ჩამოეწრება. ვიდრე ამას ამბობთ თქვენ. საბოტაჟის ხარჯზე. ვიდრე ამაზე ლაპარაკობთ, რომ აი ჩამოამხობთ და დაამხობთ ხელისუფლებას და ვიღაცა გაიქცევა, ამასობაში ძალიან შემცირდა რუსთაველის გამზირზე იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საპროტესტო აქციაში იღებდა ხოლმე მონაწილეობას. რატომ? ჩემო ვახო, თქვენ ეს ხალხი ძეგლები ხო არ გგონიათ და რუსთაველის პროსპექტი ალეა ხო არ გგონიათ ძეგლების, ჩვეულებრივი ცოცხალი ადამიანები არიან. ეხლა თქვენ რომ მაგალითად 2 დღით მოგწყვიტოთ ტელევიზიას, შეიძლება უმუშევარი დარჩეთ, ხო? მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს პროტესტი სადმე გაქრა პირიქით, ეს პროტესტი იზრდება და ზუსტად ეს პროტესტი წალეკავს ამ ტირანს სისხლს. მადლობა ბატონ დავით. მადლობა დავით ნებიერიძეს პირდაპირ ჩართვისთვის და ბატონ ლევან გიგინეიშვილი შემოგვიერთდა ფილოსოფოსის აღამშვიდობისა ბატონ ლევან. უღრმესი მადლობა რომ გამონახეთ დრო და მოხვედით. ბატონ ლევან, გუშინდელი დღით მინდა დავიწყო. ჩვენ ვთქვათ აი რუსთაველის გამზირიდან ხედავდით ასეთ რამეს, რომ მოუწოდებდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხალხს ქუჩაში მისვლისთვის. შემდეგ გამოვიდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ხალხს მიულოცა, რომ 700 დღეა ქუჩაში ხართო და ამისთვის მადლობაო. მეორე პოლიტიკოსი, რომელიც იქვე შიმშილობს, ქალბატონი ხოშტარია, ის ამბობს, რომ თუ ოპოზიცია არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობასო, მე შევწყვეტ შიმშილობასო. რეალურად აი ამ პროცესებმა ქუჩაში ეპატიჟებიან ხალხს, მე ყოფილი პრეზიდენტი აკეთებს ასეთ განცხადებას, მეორე ოპოზიციონერი როგორც ჩანს, დანარჩენ ოპოზიციის მოსთხოვს, რომ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ამის გამო შიმშილობს. რასთან გვაქვს საერთო ჯამში ჩვენ საქმე? არ ვიცი რა, ჯამი თქვით და რა სკოლაში გვასწავლდნენ, რომ შესაკრებულთა გადანაცვლები ჯამი არ იცვლება, ხო? ანუ ჯამის თქვი მე უკვე. ხო, ჯამი რო თქვი რაღაც არის. ხო, და აი რა სად მიდის ეს პროცესი? ანუ რა ქვია ამას? დაბნეულობა რო არის ოპოზიციაში, მე აქედან დაგისვით კითხვა. მე მგონი სიტუაცია ის არის, რომ მოსახლეობის უმეტესობას არ ჯერა, რომ არჩევნები გაყავდა. და რომ ეს ხელისუფლება არჩეული 2024 წელს არის არალეგიტიმური და ეს დაჯერება რაც არ უნდა დიდხანს გაგრძელდეს, ხათ შეიძლება 3 წელი გაგრძელდეს ხალხის შეკრება, მაგრამ ეს დაჯერება ამითი არც მოიმატებს, არც დაიკლებს. ასე ვამბობ, რომ შესაძლოა განაცვლელი ჯამი არ იცვლება თქო, იმიტომ რომ სიმართლე ასე ვთქვათ, ონტოლოგიური ღირებულება აქვს რა, ან ესე არ არის და ეხლა რაც არ უნდა სხვანაირად ვფიქრობ, ვერ გავსდი იმ ხალხის რაოდენობას, რომელიც შენს ხარეს გადაიყვან, იმიტომ რომ უფრო დიდხანს აპროტესტებ. უმეტესობამ არ დაიჯერა არც ოცნების სამორჩეულმა და არც ოპოზიციის სამორჩეულების უმეტესობამ დაიჯერეს, რომ გაყავდა არჩევნები. და თვითონ მათ ისინიც კი ვინც ამბობდნენ, რომ გაყავდა არჩევნები, იმდენად არათანმიმდევრულად ამბობდნენ ამას, რომ ასეთი ეჭვი გაჩნდა არა მარტო ჩემში, რომ თვითონაც არ იყვნენ ამაში დარწმუნებულები. ასე რომ ამიტომაც არის, რომ ეხლა არ იმატებს ეს პროტესტი და რაც არის, ის არის, რაღაც აქტივი იკრიბება და მე იშლება და ეს არის ძირიდაძირი ყველაფრის. და აი, როდესაც ვთქვათ, პროტესტთან დაკავშირებით, ხედავთ, რომ არის ცირია თუ რაც არის, გუშინ მაგალითად გერმანიის ელჩი მივიდა, ხო, იქ მოშიმშილე პოლიტიკოსებთან. საქართველოს ხელისუფლების შეფასებით ეს არის საშინაო საქმეებში ჩარევა ჩვენი ქვეყნის, რომ ირღვევა კონვენცია. მე ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებლი ჟურნალისტი ვარ, ნაკლებად ვცდილობ ხოლმე რომ გამოვხატო. ამიტომ ხარ თქვენი მოწვეული აქ, რომ თქვენი აზრებია საინტერესო. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? იურისტი არა ვარ, არ ვიცი ხა პროტოკოლი ამ ელჩების რაღაც, მაგრამ არ არის ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ამბავი რა, ასე ელჩები ასე რომ გამოსული იყვნენ რაღაცა და შიდა პროცესებში მივიღოთ მონაწილეობა,
არ ხდება ხოლმე რაღაცა თქოს აი წესიდან ამოვარდნას გავს და ჩანს რომ ეს ელჩები მხარეს წარმოადგენენ ამ შემთხვევაში და რაღაც აი გერმანიის ელჩს იგივე რომ გაეკეთებინა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხო, მაგას ამიტომ არ არის საქართველოში ნებისმიერ ქვეყანაში ელჩის ასეთი ქმედება იქნებოდა ამოვარდნილი რაღაცა წესიდან. და პასუხიც იქნებოდა. მე ამას ხედავ რომ წესიდან ამოვარდნილი ეხლა და პროტოკოლი როგორ რამდენად დაარღვია და კანონი ეს მე არ ვარ იურისტი რომ ეს განსაზღვროს. ვენის კონვენციით დაირღვაო მაგალითად ამბობენ. ალბათ ვინც ამბობს ამას შეუძლია ეს დაამტკიცოს და ამ ყოველ შემთხვევაში ჩანს რომ ეს გარკვეული ქვეყნების ზოგი ქვეყნის ელჩი ხარს უჭერს ამ ოპოზიციურ მუხტის შენარჩუნებას. ისე როგორც მაგალითად ქალბატონი ბოლო ელჩი ხა უამრავ რაღაცა შედარებით უმნიშვნელო რაღაცებს აქვეყნებდა საელჩო საიტზე და როცა პრეზიდენტმა ტრამპმა მოულოცა მაგალითად საქართველოს მთავრობას თუ პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე ეს საერთოდ არ გამოაქვეყნეს მაგალითად, кайხანი, არც მე მგონი ეხაც არა გამოქვეყნებული, არ ვიცი. ანუ ხო, ამერიკის შეერთებული. ესე იგი რაღაცა არის ეს ძალები, როდესაც სურს აი ამ ასეთი ქმედებებით შეინარჩუნოს აქ საქართველოში ეს პროტესტის მუხტი, მაგრამ ისევ შესაკრებელთა გადაცვლილი ჯამი არ იცლება გამოვა ბოლო-ბოლო, იმიტომ რომ თუ ხალხს მოსახლეობის უმეტესობა არ ჯერა ასე, ხა რაც არ უნდა ასე გარედან უბეროსული ამას ვერაფერს არ გააკეთე. ანუ ის რომ აი რაზეც ახლა წინა სტუმარი საუბრობდა, ვთქვათ, ჩართვით იყო უფრო სწორად რომ რაც შეიძლება მეტი სანქცია უნდა მიიღოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ძალა გამოეცალოს, რომ ვეღარ მოხდეს, ვთქვათ, დაფინანსება სამართალდამცველი სტრუქტურების და მერე უკვე ვერავის ვეღარ დაიცავსო და ეს არის მშვიდობიანი რევოლუციაო. თქვენ როგორ გესმით აი მშვიდობიანი რევოლუციაზე, როცა გვესაუბრებიან და მშვიდობიან დამხობაზე მაგალითად აი ფერადი რევოლუციები მოხდაო და ესე უნდა მოხდეს აქაცო. თქვენ როგორ უყურებთ აი ამ საკითხს? აუცილებლად რევოლუციები ხდება კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ რევოლუციას ვლადიმერ ილიას და ლენინი როგორც ამბობდა, სკოლაში გვასწავლდნენ ამას, რომ რაც სამი ის უნდა იყოს ფაქტორიო, რომ მასებს აღარ შეუძლიათ ეს გაძღონ და მართლ წრეებს არ შეუძლიათ მართვა და რაღაცა და არის განსაკუთრებული რევოლუციური მდგომარეობა და ეს კომპონენტები უნდა იყოს და საქართველოს ეს კომპონენტები არ ჩანს და ხელოვნურად ხო არ გააჩენა ხან ცინა ხო არ მოიყვანა რა მოსახლეობის უმეტესობას ისევ ამბობ რომ არ აქვს ეს და ეხა პატარა ნაწილი რაღაცა თუ ასე ფიქრობს კი ბატონო იფიქროს ამის სრული უფლება აქვს ერთადერთი პრობლემაა რომ ეს პატარა ნაწილი რაღაც ბოლშევიკურ ყაიდაზე აკეთებს ამას რომ ვინც ჩემნაირად არ ფიქრობს ის არის მტერი ხო არა მარტო საქართველოს ზოგადად კაცობრიობის მტერია რა მოღალატეა ეს არის უკვე ინგლისური სიტყვა name calling რა რაღაცა მიკერება იარლიყების და ყოველგვარი ისტორიული ფონი შექმნა რომ მოდი კი არ გავარჩიო არა შენ უკვე მოღალატე ხარ ამ ლოგიკით გამოდის რომ მოღალატე არის საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა დიახ და ის ვინც უმცირესობა და ამ რადიკალურ იმასე დღის წესრიგშია ის ყოფილა მარტო ერთ-ერთი არა მოღალატე და ეს ხო აბსურდია და ეხა აბსურდის ნორმალიზაცია არ შეიძლება და როდესაც თქვათ იგივე ჩვენ ხედავთ რომ მოსახლეობას მუდმივად მოუწოდებენ ხომ აი ამ აქციების დროს რომ გამოდით ქუჩაში შემდეგ ნახეთ რომ პიროტექნიკის როლა იყო თქვათ რუსთაველის გამზირზე იყო სამართალდამცველების მხრიდანაც რომ ეს განცხადება რომ თავი შეეკავებინათ არც ერთ ოპოზიციონერს არ გაუკეთებია თავის დროზე განცხადება რომ აი თავი შეიკავეთ ამის როლაში და დააკავეს ეს ადამიანები ახლა ამბობენ რომ ესეთი პოლიტიკური პატიმრები არიან და იქ სამართალდარღვევა არ მომხდარა ხედავთ პოლიტიკური პარტიის ლიდერები ციხეში არიან იმის გამო რომ საგამოძიებო კომისიაში არ მივიდნენ. საერთოდ ჯამში ეს რაღაცას რას ქმნის, აი რას სურათს ქმნის, როდესაც მე მგონი ისევ იგივეა რომ უნდათ ამ რადიკალურ ჯგუფებს თქვა რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა და ხელისუფლება მთელი თავისი ინსტიტუციებით არის არალეგიტიმური. ამიტომ ჩვენ თუ არ ვემორჩილებით პირიქით კაი ტიპები ვართ და არალეგიტიმური, მაგრამ არ არის ეს ზოგად ეროვნული ხმა, ასე ვიტყოდა ეს. მშვიდობიანი რევოლუცია კიდე ოქსიმორონი არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რას ქვია მშვიდობიანი რევოლუცია? ეს არის ჟინ შარპის ეს შექმნილი ტერმინი, რომ არაძალადობრივი რევოლუცია და რაღაცა, მაგრამ ჟინ შარპის იდეა ზუსტად ეს არის რომ ის კი არა ეფექტურია უფრო ასეთი მეთოდები, თორე თუ უფრო ეფექტური იქნება ძალადობა შეიძლება გაუშვა შიგნით. უბრალოდ არაძალადობრივი ეფექტური არის ჯინ შარპის ამ მოდელის მიხედვით. აი კმარამ რაც აიღო და თუმცა როგორც ჩანს მარტო ეს არაძალადობრივი არ ამართლებს ხოლმე, მეტყვი სადაც საჭიროა ძალადობრივსაც გაუშვებენ და აი კიევის მეიდანი რო ავიღოთ მაგალითად, ხო? კიევის მეიდანზე ეხლა აი ლატინინაც კი რომელიც ვერანაირად ვერ დასწამებ რომ ან რუსეთის აგენტია პუტინის ნარატორი ისიც კი ამბობს რომ იქ ვინც
ვინც ფაქტურად იღებდა ამ შეერაღებულ მონაწილეობას ამ დემონსტრაციების დროს და განურჩევლად ის რომ და არა მარტო ბერკუტს რომ ხალხი დაეცვა თქოს ბერკუტისგან, არამედ ხალხს ისე განურჩევლად ის რომ შექმნილიყო ეს სხერპლი და ამის გამო ეს რევოლუციური მუხტი სხერპლის შედეგად, ესენი მარჯვენა სექტორიდანაც იყვნენ, რომელიც რევოლუციონერები ზუსტად. ამიტომ ეს ძალიან სახიფათოები არ არის თავისუფალი არაძალადობრივი რევოლუცია და რაღაცა. ეს არის საკმაოდ სახიფათო ნეობოლშევიკური მიდგომა. როდესაც თქვათ ეს ამბები ხდებოდა იგივე რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლების ქმედებას რომ შევაფასოთ, ანუ რაღაცა ხაზზე გაიარა, ხო, მაინც ხელისუფლებამ, როდესაც თქვათ კი იყო გარკვეული ინციდენტები, დაშავდნენ პოლიციელები, დაშავდნენ აქციის მონაწილეები, მაგრამ რაღაცა ხაზი გაატარა მაინც ხელისუფლებამ. აქ არის ლაპარაკი, რომ ეხლა პროტესტები არაძალადობრივს რომ დაარქვი ამ პროტესტებს, ნუ არის ტყუილი პირდაპირ, როგორ შეიძლება არაძალადობრივი იყოს პროტესტები, როცა რაღაც 2 მილიონის ლარის პეტარდები იყო ნასროლიო, ხო? თან 2 მილიონი ლარის პეტარდები ნასროლი ჰაერში კი არ იყო, ის ხლაპუშკასავით რომ გაფანტულიყო. დამიზნებით იყო ნასროლი პოლიციელებს და ეხლა რომ მესროლონ ეხლა პეტარდა 3 მეტრის დამიზნებით არ არის ძალადობაა, ხო? ანუ არაძალადობრივი არ იყო, იგივე როგორც ამერიკაშიც რო CNN-ი გადმოსცემდა BLM-ის პროტესტები რო იყო, იწვის მთელი დეტროიტი და ჟურნალისტი გასდა არაძალადობრივი პროტესტების შედეგად რაღაც არაძალადობრივი იწვის ქალაქი და ასე იყო ჩვენთანაც ახლა როგორ იყო ეს არაძალადობრივი პროტესტები. როგორც კი ეს რადიკალური ჯგუფები ვინც პეტარდებს უსწრებდა, მოცილდნენ ამას. ამ პროტესტს. საერთოდ არაფერი არ მოხდარა. ბატონ ლევან, მაშინ გასაგებია რომ საქართველოს ოპოზიცია აკეთებს იმ განცხადებებს, რომ არ ყოფილა ძალადობრივი, რომ ისინი არ უნდა დაეკავებინათ, მაგრამ დასავლეთიდან რატომ მოდის ესეთი განცხადებები, რომ ათაფასებენ პოლიტიკურ პატიმრებად? CNN დასავლეთი არ არის. მეინსტრიმ მედია დასავლეთის სამწუხაროდ ხანდან ტყუილების ის ხდება რა წყაროდ. და რაღაცა იტყვის ძალადობრივი პროტესტზე, როგორც ამერიკაში ამბობდა არაძალადობრივი პროტესტები არისო, ისე ჩვენთანაც ჩვენ პროტესტებს ამბობდა, რომ არაძალადობრივი პროტესტები, რომელზეც თუ ამერიკაში შეიძლება და საფრანგეთში შეიძლება დაკავება, ახლა თუ არ შეიძლება, ხო, მესმის ეგ ყველასაც ფორმულირება ეს თუნდაც ძალიან ისეთი BBC და რა ვიცი CNN და აგერ Deutsche Welle რაც საინად მიპოვეს, არ ვიცი, მოვიდნენ ჩემთან და ჩემგან აიღეს ინტერვიუ, 1 საათიანი ინტერვიუ აიღეს და ამ პროტესტებზე ლაპარაკობდნენ, არაძალადობრივი მეთქი არის აქ ძალადობის მომენტები, აქეთ ამ ხედანაც არის მეთქი და 1 საათიანი ჩემი ეს ჩანაწერი გაუშვეს 26 წამი. არაფერი არ გაუშვეს. ანუ რა ობიექტურობაზე უნდა ილაპარაკო, ხა? ასეთთან დიდი ხო, მედიას დიდი მედია როგორც CNN, Deutsche Welle, BBC და ესეთებიც კი სწოდავენ ამაში. ამიტომ სიმართლე რო იპოვე, ხა უნდა შეძრე ამ YouTube-ზე, ინტერნეტში და ხან იქიდან ამოკენკო, ხან აქედან რაღაცა გაიგო რეალურად რა ხდება. ეს გასაგებია მედია, მაგრამ იგივე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, როდესაც აქ წუხდება, რომ თქვათ ხდება მოქალაქეების დარბევა და დაკავება, იქ იგივე უარესი მეთოდით გვინახავს, ხო? იქ რაც ხდება. იმაზე რატომ არ აქვს მაშინ სხვა მიდგომა იქ რატომ არის გერმანიაში და ჩვენ შემთხვევაში რატო აქვს? თუნდაც იმიტომ რაღაც ფიქრობა ინტუიცია მეუბნება, ასე ვთქვათ, რომ ინტერესი აქვს აქ რო იყოს ეს პროტესტის მუხტი და თავისთავად იმის ინტერესი კი არ აქვს ძალადობა არ მოხდეს, არამედ რაღაცა სხვა ინტერესი აქვს, რის გამოც ერთ ძალადობაზე აქვს დაუშვე, ნუ თვითონ რაღაც ერთ ძალადობაზე აქვს რეაქცია, მეორე ძალადობაზე არ აქვს რეაქცია, იგივეზე სხვადასხვა რეაქცია, იმიტომ რომ სხვადასხვა სურვილები აქვს. ეხლა რაც ხდება, ეხლა ფიქრობ ზოგადი სიტუაცია მე ამ სურათს ესე ვხედავ, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე იყო 2022 წელს ზეწოლა, რომ ჩართულიყო ომში. დიახ. საკმაოდ ძლიერი ხო მაშინდელი ბაიდენის ადმინისტრაციიდან როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ამაზე უარი უთხრა. ამის მერე იყო მცდელობები, აი სერია მცდელობების, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩამოეგდოთ ამ ასე ვთქვათ რევოლუციით. და ამაში იყენებდნენ უამრავ რაღაცას, მათ შორის უკრაინის მთავრობას, რომელიც სილს წამებდა საქართველოს მთავრობა, რამდენჯერმე სილი დასწამდა, აი იარაღს ატარებს რუსეთში, რუს ბიზნესმენებს უხსნიან რაღაცა ანგარიშებს, რაც ნუ აბსურდულ რაღაცებს და რო კითხე შეიძლება კი მას სად უხსნითო მიექსმაო ბრიტანეთის იმას გაუგზავნეთო კითხავ რომ სად უხსნით რუსულ იარაღს გზას საქართველოსიო მიექსმა გითხრა არ ვიცითო თქვენ საიდან ისო კულებას კიდე კულება თქვა არა ეგ არ მithქვიო მე ვთქვიო პრევენციულად თუ არ გაგეშვათო არა და ეგ თქვა ზუსტად რატო იმიტომ რომ აქ შეექმნათ
სივრცე ესეთი ხალხში სურათი დაედოთ აღქმა რომ ქართული მთავრობა არის პრორუსული და აბა ქართულ ხალხო გადააგდე ქართული მთავრობა და ამაში მიიღო მონაწილეობა უკრაინის პრეზიდენტმაც როცა შინ ევროპისკენ აქციაზე გამოვიდა პროსაპრესო მიტინგზე ტელეხიდით და ფაქტობრივად ელჩიც გამოუშვეს ჩვენ ხო გაიწვიეს თავისი ქვეყნის პრეზიდენტი იღებდეს საპროტესტო მიტინგებში ასე აქტიურ მონაწილეობას თან მეგობარ ქვეყნად თulis თავს ხო ეს უკრაინის ხელისუფლება არ ფიქრობ ამას აკეთებდა თავისი ინიციატივით, არამედ ფიქრობ ეს იყო ზოგადად აი ბაიდენის ადმინისტრაციის შეკვეთა და სხვა ლიდერებიც ვნახეთ, სხვა ქვეყნების ხო აქაც. ეს ხო ცხადია რომ აი კამელა ჰარისი ერთი კვირით ადრე ხო ეუნეოდა ზელენსკის რომ 7 დღე იომებთო რუსეთთანო და მე დამარცხდებითო და მე პარტიზანულ ომს დაიწყებთო. იგივე თქვა ჩვენა ხელისუფლებამ ჩვენს გვითხრეს ასე რომ 3 დღე იომს 7 დღე 3 დღე იომებთო და მე პარტიზანულ ომში დაგეხმარებიდო. ანუ იქ თუ რეალურად მოხდა როგორ არ დავიჯერო აქაც იგივე გვითხრეს იგივე ხალხმა. ამიტომ მე ხა ისეთ კულუარული ინფორმაცია კი არა მაგრამ რასაც ვისმენ ტელევიზორში და YouTube-ზე რასაც უყურებ და იქ იმის მიხედვით ვამბობ და ამიტომ ხედავ რომ ეს ყველაფერი არის რაღაცა ძალები არის იქაც დასავლეთში ვისაც უნდა და ეხლაც უნდა საქართველოს ჩართო ამში. ამიტომაც არის რომ ტრამპმა მოულოცა საქართველოს მთავრობას ეს დამოუკიდებლობის დღე და ელჩმა არ გამოაქვეყნა ეს წერილი. ესე იგი იქაც რაღაც არის ის ძალები კიდე მოქმედებენ თუნდაც პრეზიდენტისგან დამოუკიდებლად. ეს ხო საინტერესო ამერიკაში პლურალიზმი არის რაღაცა იქ შიდა რაღაცაც არის გაურკვევლობები და ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე მაქვს. ბატონლევა, თქვენ როგორ ფიქრობთ აი ამ სანქციებზე, რომელსაც ოპოზიცია აწყობდა გეგმებს, რამდენად იმუშავა საქართველოს ხელისუფლებაზე აი ამ სანქციებს? მუდმივად ხომ აი სანქცია იქნება, ნახეთ რომ დასანქცირდნენ გარკვეული თანამდებობის პირები, მათ შორის მოსამართლეები, ასე შემდეგ. იმუშავა ამ სანქციებმა? არ ვიცი მე ვერ გეტყვი, ალბათ არ იმუშავა, იმიტომ რომ არაფერი არ შეცვლა ხო საქართველოს ხელისუფლებას, ისევ იგივე პოზიცია აქვს, რაც მანამდე ქონდა. თუნდაც ივანიშვილზე. მაგრამ მე მომენტია რომ ეს მუქარა რომ აი ეს არაც საქართველოს ხელისუფლებას კი არ დავжит. არამედ ქართულ ხალხს დავжит. ნუ ვიზა ლიბერალიზაციას გავუქმებთ. ამით ვიზჟიან ქართულ ხალხს, ხო? ამით თითქოს ესეც არის საშუალება მათთვის შექმნან ეს ქართულ ხალხში ეს მუხტის ის რაღაცა მომენტი რომ აი შეხედე შენ თუ არ გადააგდებ შენ ხელისუფლებას შენ გაგიუქმებ ევროპაში შესვლას რაც ამდაგვარი რაღაცა არ მფიქრობ რომ ეს სუფთა ძალები არიან ვინც ასეთ შანტაჟზე მიდიან იქაც ახლა ევროკავშირში ადამიანები არიან ადამიანში კარგებიც არიან ცუდებიც არიან ისეთები უსინდისოები არიან კეთილსინდისიერებიც ამიტომ არიან ეს უნდა გამორჩევით უყურო ყველაფერს რაც იქიდან მოდის მადლობა ბატონ ლევან მოხდით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა ლევან გიგინეიშვილს უსმენთ თქვენ ფილოსოფოს და გენო პეტრიაშვილი შემოგვერთა საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნები და საღამომშვიდობისა გენო მადლობა რომ მოხდით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას თქვენ 7-8 თვე არის ხო უკვე რაც პარლამენტის წევრი ხართ თქვენ ხართ ადამიანი რომელიც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გწევდათ პატივს იმ დამსახურებისთვის რა როდესაც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ აზეიმეთ ხომ არაერთი медали მიიღეთ წახვედით პოლიტიკაში ეს თქვენი მხრიდან გარკვეული ნაბიჯის გადადგმა იყო წახვედით მაშინ და ამის შემდეგ უკვე დაიწყო საპროტესტო აქციები ვიღაცები დასანქცირდნენ მათ შორის თქვენი კოლეგა სპორტშიც და შემდეგ პარლამენტშიც რა განცდა გაქვთ დღეს გენო პეტრიაშვილს დიახ, მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მე პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ უდიდეს პატივისცემას და სიყვარულს უდასტურებ ჩვენს გულშემატკივარს, ჩვენს საზოგადოებას და ასე შემდეგ. დიახ, ნამდვილად რთული პერიოდია. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი ჩვენს ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე მეც მზად ვარ ჩვენს გულთან ერთად ჩავერთეთ ჩვენს ქართულ საქმეში და ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მოქალაქეებს, ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებით ახალგაზრდებს, სპორტულ საზოგადოებას და მათი გულის ტკივილი მიგვაქვს იქ, სადაც საჭიროა და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდებს და ყველა თაობის ადამიანს და ჩვენს განსაკუთრებით სპორტულ საზოგადოებას, მე სპორტულ კომიტეტს წარმოვადგენ და ჩემს მეგობრებთან ერთად მუშაობთ ამ ყველაფერზე. ნამდვილად რთული პერიოდია, მაგრამ მე მინდა გავიხსენო ჩემი ბავშვობა და ის რთული პერიოდი, რაც მართლა რთული პერიოდი იყო საქართველოში და ძალიან პრაქტიკულად სამაჩაბლოში დავიბადე და გავიზარდე და იქ ცეცხლისალში გვიწევდა ცხოვრება, შემდეგ უკვე გორში, როდესაც გადმოვედით 2008 წელს გვახსოვს რა უბედურებას დაატყდა ჩვენს სამშობლოს და აქედან გამომდინარე ვერ ვიტყოდი რომ დღევანდელი პერიოდი არის რთული, ის იყო ნამდვილად რთული, ამდენი ღირსეული მოქალაქე დავკარგეთ, ამდენი ძალიან მაგარი ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები დაეცნენ, ხო?
ჩრდილოეთთან ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლების დამსახურება ის, რომ დღეს მშვიდად ვაგრძელებთ ცხოვრებას, ჩვენი შვილები განათლებას იღებენ, სპორტულ ცხოვრებით ცხოვრობენ და ასე შემდეგ. ნამდვილად რთული პერიოდია, ბევრი საქმეა, ბევრი ადამიანს ჭირდება ხელისუფლების გვერდში დგომა და ამისთვის ყოველთვის მზად ვართ და აი სანქციებით უნდაც გენო როდესაც თქვა ითხოვენ რომ დაასანქციონოს საქართველოს ხელისუფლების წარმოადგენელი. თქვენ წარმოადგენთ უკვე საქართველოს ხელისუფლებას დასანქცირდა მაგალითად ხო ლაშა ტალახაძე და სხვები. რა არის აი თქვენთვის აი დასანქცირებით როდესაც გემუქრებიან? ვფიქრობ ეს სანქციები არის შანტაჟი. რისთვის ასანქცირებენ ადამიანს? სამშობლოს სიყვარულის გამო? ბიზინა ივანიშვილს. ბატონ ბიზნეს ასანქცირებენ სამშობლოს სიყვარულის გამო. სწორედ ამ კაცს უკავშირდება ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არ არის ნანგრევებში, რომ ჩვენი შვილები მშვიდობიანად განვითარებაში არიან, განათლებას იღებენ. სწორედ ამ კაცის დამსახურება და ქართული ოცნების ხელისუფლების და თითოეული ქართული ოცნების ჯარისკაცის და მე კიდევ ერთხელ როგორც რიგითმა ქართველმა მინდა მადლობა უთხრა. აი ამ სტაბილური განვითარებისთვის და სიმშვიდისთვის, რაც ჩვენს სამშობლოში ხდება. იგივე სიტყვი ლაშაძე და ვიქტორ სანიკიძეზე, ჩემი უახლოესი მეგობრები არიან და ღირსეული ქართველები. და მათ აშანტაჟებენ პირდაპირ. ეს არის მოგონილი სანქციები, რის გამო რომ სამშობლო გიყვარს. ჩემთვის მიუღებელი არ მისმის. აი თქვენ 11 წლის იყავით, ხო, როდესაც გაგიტაცეს თქვენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიბადეთ, გაიზარდეთ და 100 დღე იყავით, 99 დღე თუ არ ვცდები გატაცებული, ხო? აი თქვენ გენო პეტრიაშვილს, როდესაც გეუბნებიან, რომ თქვენ ხელისუფლებას საქართველოს მიყავს არა დასავლეთში, არამედ რუსეთში. აი ეს რას ნიშნავს? მე ამ კითხვის პასუხად გეტყვით, რომ ჩვენი ხელისუფლება არა პრორუსული, არამედ პროქართულია და ყველაზე მეტად ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს თაობებს ემსახურება. და ჩემი აზრით ეს მიდგომა არის მომზადებული იმისთვის, რომ ახალგაზრდები შეიყვანონ შეცდომაში. ის ახალგაზრდები მადლობა ღმერთს, რომლებიც არ შესწრებიან ამ უბედურებას, რასაც რუსეთთან ბრძოლა ერქვა და რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის შეირაღებული თავდასხმა და ომი ჩვენს ქვეყანაში. და იმ ადამიანებს ატყუებენ ახალგაზრდებს, ვისაც არ აქვს ეს განცდილი და მადლობა ღმერთს ამისთვის. სწორედ ამიტომ ახალგაზრდებისთვის არის ეს ყველაფერი შეთხზული, თორემ ქართული ოცნების ხელისუფლება არის ყველაზე ქართული და ემსახურება საკუთარ სამშობლოს და არავითარ შემთხვევაში. როგორ შეიძლება ის უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანას დაატეხეს თავს ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა, მაგის შემდეგ იყო პრორუსული. რომელი ქართველი იქნება? ეს ხო წარმოუდგენელი რამ არის? გასაგები. მაგალითად წინასწარ მათ შორის მეც გადამხდა, ჩემი სოფელი არის ოკუპირებული. დიდი ლიახვის ხეობა, პატარა ლიახვის, ფრონის, ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგეთ თქვენს გარშემო. კოდორის ხეობა, ისტორიულ საქართველოსია საუბარი და ისტორიული ტერიტორიებია დაკარგული ჩვენ. და როგორ შეიძლება ადამიანს გიყვარდეს და იყო აუშვათ პრორუსული. მაგალითად 2024 წლის 13 სექტემბერი, როდესაც ღირსების ორდენი გადმოგცათ მაშინდელმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ხო? წყინვალების ორდენი, გამარჯვების ორდენი. ხო, რაც იყო. ღირსების ორდენი წინაზე ავით. წინაზე, ხო. თქვენ თქვით რომ არ ეთანხმებით სალომე ზურაბიშვილს მაშინ და ცხადია არც ახლა ეთანხმებით, ხო? რაში არ ეთანხმებით ყოფილ პრეზიდენტს? თითოეული მისი განცხადება, რომელიც ჩვენს ქვეყანას არ ემსახურება და არაქართულია, როგორ შეიძლება ამ ყველაფერში დავეთანხმოთ, ხო? როდესაც ადამიანები ჩადიან, არაქართულს რას აკეთებს ზურაბიშვილი? გეტყვით ახლა, როდესაც ადამიანები ჩადიან და პირდაპირ მოუწოდებენ ევროპელ კოლეგებს, რომ დაგვასანქცირონ, დაგვსაჯონ. ეს ხომ გენო პეტრიაშვილის დასჯა არ არის და დაუშვათ ლაშა ტალახაძის და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების. ეს არის პირდაპირ ქართველი ხალხის დასჯა. თუ უიზო მიმოსვლას შეუწყვეტენ საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას. ეს ჩემი დასჯა ხო არ იქნება. ეს არის ქართველი ხალხის დასჯა. აი სწორედ ასეთ არაქართულ განცხადებების შემდეგ როგორ უნდა დავეთანხმოთ და როგორ უნდა ამას აკეთებდა ზურაბიშვილი, ანუ ის განცხადებები თუ რომელსაც აი მანამდეც აკეთებდა ხო ის რომ ომი ჩვენ დავიწყეთ თქვენ როგორც აი იმ კუთხის შვილი სწორედ ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმ დესტრუქციას რასაც დღეს ისინი ახორციელებენ თქვენ ასევე იცით რომ რუსთაველის გამზირზე თქვა გუშინაც იყო ეს აქცია რომ მოუწოდებდა მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი ხალხს ქუჩაში გასვლისთვის იქვე ხედან გედევან ფოფხაძე და ქალბატონი ხოშტარია ით ოპოზიცია მისი ესეთი განცხადება იყო რომ თუ ოპოზიცია არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას მაშინ შეწყვეტს ამ შიმშილობას პრაქტიკულად ოპოზიციას გამოუცხადა ბოიკოტი და შიმშილი ქალბატონმა
ხოშტარია. რა იქნებოდა თქვენი სათქმელი მათი მისამართი? მე არ ვიცი, ჩვენმა ხელისუფლების ლიდერებმაც გააკეთეს, რომ ეს გაუგონარი რამ არის, ოპოზიციას უსხადებდეს ბოიკოტს. ჩემთვისაც მეც პირველად გავიგე ესეთი რაღაც სიმართლე გითხრათ, მე ერთადერთი ჯანმრთელობას უსურვებ მათ და უსურვებ, რომ გააგრძელონ საკუთარი ამორჩევლისთვის და საკუთარი საზოგადოებისთვის ზრუნვა. არ ვიცი. მეტი რა სხვა განცხადებას მე ვერ გავაკეთებ მათთან დაკავშირებით. რას ემსახურება უბრალოდ მათ იქნებდება ეს. აი საქართველოს ხელისუფლება თქვენი კოლეგებიც მათ შორის პარლამენტიდან საუბრობენ, რომ ხშირად ხდება უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში, მათ შორის საუბარია ხომ ევროკავშირის ელჩზე, გუშინ ნახეთ გერმანიის ელჩი მისული. თქვენ რა განცდა გაქვთ, აი რა შეგიძლიათ თქვათ? არავითარ შემთხვევაში არც ერთ პიროვნებას არ აქვს უფლება ქვეყნის შიდა საქმეში რომ ჩაერიოს. ანუ მოდიან და ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში. ეს ყოველად მიუღებელი არის დიდეული ჩვენთაგანისთვის. და რატომ ერევიან თქვენ რა განცდა გაქვთ? ალბათ იმიტომ რომ კიდევ და კიდევ დააშანტაჟონ ქართველი ხალხი და წაიყვანონ იმ არასწორი გზისკენ, ახალგაზრდები შეიყვანონ შეცდომაში. და შენიღებული ეს რაღაცა ინფორმაცია მიაწოდონ ახალგაზრდებს, რომ შეცდომაში შეიყვანონ. ჩვენი უმთავრესი მონოპოლი ხო არის თავისუფლება და ახალგაზრდებზე და ჩვენ საზოგადოებაზე ზრუნვა. ჩვენი ახალგაზრდები არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ხო, ერთ-ერთი უძვირფასესი. და ისინი უნდათ რომ შეიყვანონ შეცდომაში. აი ამას ემსახურება მეტი არაფერს და ჩვენი ქვეყანა რომ წაიყვანონ არასწორი კურსით. არც ერთ ადამიანს არ აქვს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება. დაკავებულები არიან ყოფილი თანამდებობის პირები, წინა ხელისუფლების დროს მოღვაწე თუ გავლენიანი ადამიანები, მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, იმის გამო რომ არ მივიდნენ ისინი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე, ხომ? ისინი აცხადებენ და მათი კოლეგა ოპოზიციონერები, რომ ისინი არიან პოლიტიკური დევნის მსხვერპლები. თქვენ გენოპეტრიაშვილს როგორი? მე პირველ რიგში მინდა თითოეულ ადამიანს თავისუფლება უსურვო და არასდროს არც ერთი ჩვენი გუნდის წევრი არ არის მომხრე ადამიანის ციხეში გამომწყდევის. მაგრამ ეს ადამიანები დაბარებულები იყვნენ საგამოძიებო კომისიაზე. იმ კომისიაზე, რომელიც ჩემთვის და ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის არის ეროვნული გამოძიება. ჩვენ თითქმის არც ერთი ჩვენება არ გამომიტოვებია და ყოველთვის უყურებ და ვცდილობ რომ მათი ძალიან მძიმეა ეს მოსასმინოთ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ და რომ მოისმინო მათი გულის ტკივილი და მინდა ახალგაზრდებსაც უთხრა, რომ მოისმინონ. ძალიან ბევრი ნაწამები ადამიანის მშობლები, ოჯახის წევრები, აი ძალიან გულის სატკენი ისტორიებია, რაც უნდა მოისმინოთ, მაგრამ მე გურჩევდი ახალგაზრდებს რომ მოისმინონ. მათ შორის 2008 წლის ომით ჩვენ საზოგადოებას დღემდე აინტერესებს რა მოხდა რეალურად. რატომ არ მოხდა ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების ინფორმირება, რომ დაუშვათ, ოდესაც ეს ჭრდილოელი თქვენ ხო იმ კუთხეში იყავით? არა, აი ძალიან ბევრი კითხვა ისმევოდა ხოლმე იმაზე, რომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა გამოყვანაზე. რა ხდებოდა? გეტყვით, მამაჩემიც ცხონებული ბიძაჩემი და კიდე ძალიან ბევრი მაგარი ადამიანები იდგნენ და საკუთარი შიშველი ხელებით იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩემი და ჩემი შვილების ნათელმომავალს, თქვენი და მათ შორის ჩვენი საზოგადოების ნათელმომავალს. პირდაპირ ბლის ხახაში იყვნენ ეს ადამიანები. შიშველი ხელებით, ცეცხლსასროლი იარაღებით ებრძოდნენ რუსულ ბომბდამშენებს და ავიაგამანადგურებლებს, ხო? ეს არის გმირობა, რაც ჩვენმა საზოგადოებამ გააკეთა. და მათ შორის ის ჩვენი მაგარი ბიჭები და გოგონები სამხედრო ცხოვრებით ცხოვრობდნენ და შეეწირნენ. 250-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა, 300-ზე მეტი პოლიციელი და 300-ზე მეტი ჯარისკაცია დაცემული და რამდენი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ანუ ხალხის გამოყვანა, ხალხი შეატოვესო. ეს ხო, როგორ გითხრათ, ეს ადამიანები რო დღეს ცოცხლები ყოფილიყვნენ. აი რამდენად წინ იქნებოდა ესეთი ვაშკაცი ქართველები, ბიჭები და გოგონები რო ცოცხლები ყოფილიყვნენ, დღეს ჩვენი ქვეყანა ბევრად უფრო წინ იქნებოდა. რომ მოხდარიყო ამ ადამიანების დაცვა და ინფორმირება. შეატოვესო ხალხი, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები არ გამოიყვანესო. აი თქვენ რა შეგიძლიათ? ჩემი სოფელიც ესე იყო, ცეცხლის სალში იყო გახვეული, ოდესაც ახალგაზრდა ბავშვები, პატარები, მოხუცები, მათ შორის ჩემი მეზობლები გარდაიცვალენ, 2 ქალბატონი. და ეს ადამიანები ვერ გამოიყვანეს იქიდან, არ მოხდა ევაკუირება.
თავისინებით ვინც შეძლო და გამოვიდა გადარჩა, დანარჩენები დაეცნენ და გარდაიცვალა. აი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერთან აქვთ შეკითხვები საგამოძიებო კომისიას სხვათა შორის მოხდება მისი ჩართვა უცხოეთიდან პარალელურად მიდის გენერალურ პროკურატურაში გამოძიება რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ საკითხის გამოძიება მე ესე დავიწყები რომ ყველა ადამიანმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებაზე და მათ შორის 1 სანტიმეტრი ქართული მიწაც ვინც კი დაკარგა ყველამ უნდა აგოს პასუხი ჩვენ სამშობლოზეა ხალხო საუბარი ისტორიულ საქართველოსია საუბარი კოდორის ხეობა დიდი ლიახვი პატარა ლიახვი ფრონის ხეობა ქსნის ხეობა უდიდესი სოფლებია და ძალიან ლამაზ ისტორიული საქართველოა დაკარგული აი ამ ყველაფერზე ყველამ თავისი პასუხისგებლობა უნდა აიღოს მათ შორის იმ მშვიდობიანი მოქალაქეების ჩვენი ჯარისკაცების გმირების არ ვიცი უნდა მობრძანდნენ და მიიღონ მონაწილეობა საგამოძიებო კომისიაზე ეს არის მე კიდევ ერთხელ ვცახე ეროვნული გამოძიების ტოლფასი იმიტომ რომ უნდა გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ რა იყო ამ ყველაფრის უკან და რატომ მოხდა ეს ყველაფერი მადლობა გენო რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა პარლამენტის წევრს გენო პეტრიაშვილს უსმენთ ჩვენ უკვე შევხვდებით 4 შაბათს საღამოს 9-ზე მშვიდობიან ღამეს გისურვებთ კარგად ზანდებოდეთ